მოგესალმებით, მეგობრებო. წინას ახალწლოთ მინდა ვიდეო ჩაგიწეროთ მომავალი წლის ტენდენციებზე, რა წელი გვექნება, ისეთ გამოკვეთილ მოვლენებზე ვისაუბრებ ახლა დღევანდელ ვიდეოში. რა იქნება ყველაზე დასამახსოვრებელი, რა წელი გვეწყება, როგორი ტენდენციები არის მოსალოდნელი და რა ცვლილებები შეიძლება პლანეტარული ენერგიებიდან დავინახოთ, რას მოიტანს ეს უახლოესი 2026 წელი ჩვენ ცხოვრებაში. 31 დეკემბერი არის და ახლა წერა ვიდეოს თქვენთვის და მგონია რომ ყველა საინტერესებს არა ის უბრალოდ მაგალითად როგორ შევხვდეთ ახალ წელს, ხო, არამედ მართლა სიღრმისეულად რა ხდება, რა ტენდენციებს მოიტანს ეს 2026 წელი. საერთოდ წლის პროგნოზი აი ესე რომ ავიღოთ ხოლმე, ხომ? ეს წლის პროგნოზი მეგობრებო არის როგორ იცით იმ წელს რა ენერგია ჩვენ ვითვლით, ხო? აი გაჩემაჯამებლა წინა წლიდან იანვრიდან აქამდე რა მოხდა, ხო? აი მთელი წლის ტენდენციებში წინაზეც ადრე რამდენიმე ვიდეოებში შემოგთავაზეთ, იყო მარტის პერიოდი განსაკუთრებით ძალიან აქტიური, დინამიურად დაიწყებოდა, მერე ყველა პლანეტა გაჩერდა, უკან დაბრუნდა და შეჩერდებოდა ეს პროცესები უკვე ზაფხულის, ესე აგვისტოსკენ და შემდგომ გაჩერდებოდა ეს პროცესები, ხო? ანუ წინა ვიდეოშიც თქვი, რომ 2025 იქნებოდა რაღაც დიდი მნიშვნელოვანი ცვლილებების წინასწარი ეტაპი. ეს არ იქნებოდა რეალური ცვლილებების პერიოდი, ხო? და რატომ ვამბობდით ახლა ამას, არა მარტო მე, ზოგადად ასტროლოგიაში ვინც არის გარკვეული პროგნოზებზე, ვინც მუშაობს მაგალითად, ისინი საუბრობდნენ სულ ამას. ესე იგი, როგორი ტენდენცია არის, იცით, მეგობრებო, მნიშვნელოვანი არის, როცა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი პლანეტარული ენერგიები იცვლება. მაგალითად, იყო სატურნი ძალიან დიდხანს და ნეპტუნი თევზების ზოდიაქოში, გადავიდნენ ვერცხლში, ორივე ერთადთან და ეს მნიშვნელოვანი კომბინაცია არის, აგეხსნით ახლა ცოტა ხანში, რატო არის ეს მნიშვნელოვანი. შემდგომ უკვე ზაფხულიდან რეტროგრადულობა რო დაიწყო ამ პლანეტების, გაჩერდა ის ვერძული პირველადი ენერგია, დრაივის ენერგია და ისევ პასიურ თევზებში წამოვიდა. სადღაც გაჩერებული ენერგია იყო მაგალითად წლის მეორე ნახევარი და ეხლაც ესე არის, მიუხედავად იმისა, რომ რეტროგრადული აღარ არის ფაზა, მაინც თევზების ენერგიას ვგრძნობთ, ესეთი მნიშვნელოვანი სატურნული ენერგიისგან თევზების ენერგიას ვგრძნობთ. აი ეს სატურნიც და ნეპტუნიც საბოლოოდ გადავლენ უკვე ძალიან მალე თებერვალში დაახლოებით, გადავა უკვე სატურნი ვერძის ზოდიაქოში და ნეპტუნთან ერთად, ანუ ვერძში იქნება შეერთება. ნეპტუნი სატურნი საბოლოო შეერთება იქნება ეს. ანუ როგორ არის იცით პლანეტები, რატო არის ეს მნიშვნელოვანი, რომ იყო შეხება პირველად, შემდეგ ორივე დარეტროვდა, რეტროგრადული უკან წამოვიდნენ ისევ თევზებში, თუმცა ვერძის სატურნი, რა თქმა უნდა, უფრო ჩქარა გადის და უფრო მოცილდა, მერე ეხლა კიდევ დარეტროვდეს, გასწორდნენ და ეხლა იქნება უკვე საბოლოო შეერთება. ეს საბოლოო შეერთება აჩვენებს უკვე რაღაც პროცესი, შაშა, მოდი უკვე ესე ვთქვათ, ჩაირთო. შეეხო ოდნავ გავლენას, რომ ჩვენს რაღაცა ენერგია ვიგრძენით, აი დრაივის ენერგიას რო ეძახით, ხო, ვერძული ენერგია ვიგრძენით და აუცილებლად ის გაჩერდებოდა ისევ თევზებში, თუ რამე არის დასასრულებელი თევზების ენერგიასთან, ის ისევ რეტროგრადულობის ფაზა დაიწყებდა ამაში დაკვირვებას, გადავხედავდით ბევრ რაღაცებს მაგალითად და ეხლა საბოლოოდ შევა თებერვლიდან უკვე ვერძის პირველ გრადუსში და იქნება ზუსტი შეერთება ნეპტუნის სატურნის. ზოგადად ვერძის ენერგია არქეტიპულად ჩვენთან ასტროლოგიაში თორე სხვა არ ნიშნავს მართლა რომ ვერძი არის, ხო? არქეტიპულ ენერგიებში რომლის ენაზეც ლაპარაკობდა ახლა 4000 წელი მაგალითად ასტროლოგია, ხო? სხვა არ იყო სხვა ენერგია, ხო? ეს არქეტიპებით ესე საუბრობდნენ და ამ ენერგიის გარშემო როცა ვერძზე საუბრობთ, ვერძული ენერგია არის პირველ საწყისი. მოძრაობის მარსი მართავს ვერძის ენერგიას, პირველ საწყისი, მოძრაობა. ეს როგორც ნეგატიური კუთხით, როდესაც საუბრობთ ხოლმე, რომ ომი კი არ დამთავრდებოდა, მაგალითად, პირიქით შეიძლება უფრო გამძაფრდეს, მსოფლიოშიც ომების ტენდენციამ უფრო მოიმატოს, იმიტომ რომ ვერძი არაფერს არ აჩერებს, პირიქით, აი სერიოზულად ენერგიულად ძრავს რაღაცებს. თუ ნეპტუნი მაგალითად იქ თევზებში იყო და ის ძალიან უხილავად, ფარულად მიდიოდა ეს ყველაფერი ვერძის ზონაში, ამას ამოიტანს ძალიან ზედაპირზე და დაგვანახებს ყველას, ხო? ანუ
თვითონ რომ ნეპტუნის და სატურნის გადადის ვერტში, ახალ ეპოქას ვეძახით ხოლმე ესე, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ ნიშანში გადასვლა, ახალ ციკლს იწყებს 12-ვე ნიშნის დასასრული არის თევზები და ახალ ციკლს იწყებს ვერძის ენერგია. საერთოდ ნულიდან იწყება ათლა, ხო, თავიდან აბსოლუტურად დაასრულა ყველა ციკლი. მთელი არქეტიპული ენერგიების აქ თევზებში და ეხლა იწყება ვერძის ეპოქა. ვერძის ეპოქა ხა ძალიან ისე კი არა, როგორც გამერწყულის ეპოქაზე ლაპარაკობთ. აი ამ პლანეტების ენერგიის გადატვირთვა ხდება. შესაბამისად ეს ძალიან სერიოზულ ცვლილებებს ატარებს ხოლმე ზოგადად სამყაროსეული გაგებით, დედამიწისეული გაგებით, ანუ დიდ სურათში რომ შევხედოთ. თუმცა ეს რა თქმა უნდა შეგვეხება ყველას, უფრო ამოძრავდებით, უფრო დავჩქარდებით. სატურნი ვერტში რო გადავა, ამასაც მაქვს ადრე ვიდეო და ჩაწერილი, მაგრამ იცით როგორ ეს ამოძრავება, იცით როგორი პერიოდი არის, რაღაცეების დასასრულის პერიოდიც არის, მეგობრებო. აი ბევრი ისეთი რაც დიდი ხანი იყო გამოკიდებული ჰაერში, თევზურად, ვერ წყდებოდა. ხო, რაღაც ვიღაცა ვერ წყვეტოდა, მაგალითად რაღაც კარიერულ ცვლილებებს, ვიღაცა ვერ წყვეტოდა დაქორწინებას, ან დაშორებას, აი ეს ყველაფერი იქნება უკვე ძალიან დაჩქარებული. შეიძლება დაინგრეს ისეთი ურთიერთობები, რადგან ვერძი ოპოზიცია არის სასწორის ენერგიის და სასწორი თუ არის პარტნიორობა, შეთანხმება, ქორწინება, ვერძული ენერგია დაანგრეს ძალიან ბევრ რაღაცებს, წესით განაახლებს და ან მოითხოვს ამ ურთიერთობებში სერიოზული ცვლილებების შეტანას, ასევე ჩვენშიც მოითხოვს სერიოზულ ცვლილებებს, ჩვენც უნდა გარდავიქმნათ ვერძულად, აი რაღაც ახალი დავიწყოთ, იქნება ახალი პროექტები, იქნება იქვე რომ ნეპტუნი არის უკვე სულიერი ცვლილებაც ხო რაღაცნაირად, ესე მონოტონურად, თევზურად შეიძლება აღარ წავიდეთ, სადღაც ფანტაზიებში და ილუზიებში თუ ვიყავით, ეს ვერძული ენერგია, რომელიც მარტში შევეხეთ ჩვენ უკვე აი ამ დრაის რომ რაღაცის შეცვლამი და რაღაც ან მე უნდა შევცვალო, ან გარემო უნდა შევცვალო, ან ნელა ხვდებით რომ უნდა განვახტეთ, ხო, ვერძული ენერგია ეს წელი იქნება უკვე ძალიან გამოკვეთილი ამ ყველაფრისთვის. სერიოზული ცვლილებების პერიოდი არის ვიღაცებისთვის, შეიძლება იყოს პირიქით ბავშვის გაჩენა, რაღაც ახალი დასაწყისი, ან განქორწინებაც, ან დაქორწინებაც, ყოველ შემთხვევაში ყველაფერი იცვლება. სწრაფად თან ვერძული ენერგია სწრაფი არის. კი არის სატურნი ნელი, დროში გაწელილი ენერგია, მაგრამ მაინც ვერძული ენერგია გარკვეულწილად ძალიან დააჩქარებს აი ამ პროცესებს, გარემო პროცესებს. ეხლა როდესაც არის ნეპტუნის და სატურნის ზუსტი შეერთება, რაც გვექნება. მნიშვნელოვანი რა არის, ეხლა რას მოიტანს სატურნი, ნეპტუნი ერთად? ანალოგიურად რაც გითხარით, თქო უფრო მასშტაბურად, აი მაგალითად კოვიდი რომ იყო, მაშინ იყო იუპიტერი სატურნის შეერთება და მერე პლუტონიც დადგა უკვე გვერდზე და ამან მოიტანა იუპიტერის გაფართოება არის, ეს არის მოგზაურობები, ეს არის სოფლხედველობა, გაფართოება ყველა გაგებით და სატურნი ჩაკეტვა. და ჩავიკეტეთ კიდეც, მენაკლებად, მაგრამ ხალხი ჩაიკეტა, ზოგი ფსიქოლოგიურად ჩაიკეტა, ზოგი ფიზიკურად, ზოგი ემოციურად, მოკლედ, აი ესეთი ეპოქალური მოვლენები სერიოზულად ახალ პერიოდს ქმნის, ანახლებს საერთოდ, ხო, სამყაროს, ესე რომ ვთქვა. და ამ შემთხვევაში, როცა სატურნი და ნეპტუნი არის, ეს რას მოიტანს? იძულებულები, სატურნი არის იძულება, გავხდებით ილუზიები, ფანტაზიები, რაღაცა ესე მონოტონურობა თუ რამე იყო, ყველაფერი შევცვალოთ. ეს იქნება იძულებითი, აი ამ მონოტონური ენერგიისგან გათავისუფლება. მონოტონურობა რას გეუბნებით? აი თუ ერები იყვნენ პასიურები მაგალითად, თუ ჩვენ ცხოვრებაში ვიყავით პასიური, იმიტომ რომ ნეპტუნი არის ქალური ენერგეტიკა, მეგობრებო, ეს არ არის აი ესეთი ენერგია, რომ ძალიან უყვარდეს დრამის შეცვლა. ეს არის მომლოდინე ენერგია. თუ მოვა რაღაცა თავისი თუ მოვიდეს, ჩვენ ამისთვის ხელს არ გავანცრებთ, ესეთი ენერგია არის, ხო? და ეხლა სატურნი რო შეუერთდება, რაღაც ილუზიები ან დაფარული რაღაცები გამოჩნდება საკმაოდ აქტიურად, ადრეც ვისაუბრე ამ ასპექტზე სხვა ვიდეოში. მაგრამ ეს არის თითქოს იძულებით მოგვიწევს დავინახოთ რეალობა, იძულებით მოგვიწევს გავხდეთ აქტიურები, ილუზიებისგან გავთავისუფლდეთ, მოდით ესე ვთქვათ, თუ რაღაცებს არ ცვლიდით ჩვენ სამყაროში, იძულებულები ვიქნებით შეიცვალოს, ეს არის სატურნი არის მკაცრი გაკვეთილები ზოგადად. თუ
ჩვენ მაგალითად ვიყავით რაღაც დიდ ბურუსში, ცხოვრებისეულად სატურნი უკვე გვაიძულებს ეს გავხსნათ. სხვადასხვა სამყაროში ზოგადად ძალიან ბევრ ცვლილებებს იწვევს ესეთი შეერთებები, ოღონდ ეს არ არის იმ წამსვე ცვლილება. აქ იუპიტერმა სატურნთან ერთად შექმნა იმ მომენტში უცებ კოვიდი, თორე სატურნისნელი ენერგია არის და ნეპტუნის. ეს უფრო უხილავი სვლილებები იქნება. შეიძლება ეს იყოს ნაკლებო კანონის კიდევ უფრო გამკაცრებები ხა ჩვენ რეალობასა და რუსეთის რეალობას შორის, იმიტომ რომ ზოგადად ნეპტუნი მართველი არის ასევე მეორადი მართველი მშვილდოსნური ენერგიის და აქ საკმაოდ ვერძული ენერგია არის და აქ და ვერძი ეს არის ჩვენ თან სახელმწიფო სტრუქტურები, თან სატურნის სახელმწიფო სტრუქტურები არის და ნეპტუნმა ფარულად შეიძლება შემოიყვანოს სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებები რუსეთშიც შეიძლება ჩვენთანაც განსაკუთრებით შეიძლება და შეიზღუდოს რაღაცეები, მაგალითად შეიზღუდოს იძულებითი შეზღუდულობა, ეს პოლიტიკური კუთხით თუ შეიძლება ჩვენ განვიხილოთ ეს წელი განსაკუთრებით საკანონმდებლო კუთხით ახლა ყველაფერზე რო იჭერენ უკვე ხალხს და ჩუმად ისე შემგუებლად შემოიყვანეს ჩვენთან ჩვენ ქვეყანაში, რომ ვერავინ ვერც დიდი ნაწილი ვერც მიხვდა რა ხდება ხო ამ ყველაფერში. ეს არის ნეპტუნური ენერგია, რაღაცა ფარულად, ძალიან ისე თან ისე ჩვენ მეექვსე სახლში გადის ახლა ეს ყველაფერი, ძალიან ფარულად შემოიყვანა ეს ყველაფერი. და სატურნი ან ისეთ როგორი ზამს ეს არ არის მაინც ხანგრძლივი თემა, შეიძლება აი ამ პერიოდმა თითქოს გვაიძულოს დაკვირვებით, რომ აი რაღაცა არ მიდის ისე სწორად და აი ნეპტუნური ბურუსიდან ეს არ არის მარტო პოლიტიკური თემა, ჩვენ ცხოვრებაშიც რო წარმოვიდგინოთ მსგავსი თემა, რას ვეგუებოდით მაგალითად, რა იყო ის ენერგია, რამაც შეგვბოჭა ცხოვრებისეულად, ხო ეს ერთი ენერგია არის, ოღონდ ინდივიდებში და ქვეყანაში ეს ენერგია სხვადასხვა სცენარებით არის, მაგრამ ვაიბიო რო იტყვიან მსგავსი არის ის რო თქვათ და აი ამ ყველაფერს ამ ტენდენციებს ხო რაღაცნაირად ცოტა გაართულებს ეს ზუსტი შეერთება. ყველაზე ისეთ კარგ ვარიანტში რა შეიძლება გამოვიდეს, აი მივხვდეთ რომ სადღაც უკვე მაგარმახეში გავებით. სატურნი ნეპტუნი ერთად არის. ხო აი რაღაცას ოცნებობდი, სადღაც დაუფრინავდი და ეხა რეალობა დადგა უკვე ძალიან მკაცრი. ეს სატურნმა იცის, ხო, აქ შეერთებაში. მსოფლიოშიც ეს ტენდენციები შეიძლება გამოვლინდეს, რომ რაღაცეებში თან სატურნის სახელმწიფო სტრუქტურები არის ზოგადად მაგალითად, ხო? ან ფარულად მოქმედებდნენ, ან მაგალითად ვერც მიხვდნენ ისე დამძიმდეს სიტუაცია, ხო, ისეთი რაღაცნაირად ილუზიების დამსხრევა მოხდეს. რომელ მხარეს მოხდება ეს ყველა ქვეყანას თავის რუკაში, რომელ სახში უხდება ეს შეერთება, იმის მიხედვით შეგვიძლია გავიგოთ. ზოგისთვის შეიძლება ზოგ ქვეყანას კონდეს სერიოზული ცვლილებები, მაგალითად სახელმწიფო დონეზე, იმიტომ რომ სატურნი და იქ ნეპტუნი არის, ხო, რაღაცა ქაოსური პერიოდი შეიძლება ზოგს დაუდგეს, გააჩნია რომელ სახლში ხდება, სახლების სფეროები არის ჩვენთან პირდაპირ და ჩვენ ქვეყანაში ეს იქნება უფრო იქ თან მეექვსე სახლში გაგვდის ეს ყველაფერი, მეექვსე სახლი ჩვენთან ეს არის საპოლიციო სისტემა მაგალითად, ეს არის აი ესეთი საჯარო სამსახურები, მოდი ესე ვთქვათ, უფრო აი ესეთი სისტემა, სადაც მუშაობს ხალხი, აი უფრო საჯარო სისტემა, აი მან შეიძლება განსაკუთრებით გაძლიერდეს ფარული კონტროლი. მოდით ესე ვთქვათ, ეხლა ძალიან დიდ ოპტიმისტურად მე ვერ ვხედავ, რომ ეხლა ილუზიებიდან გამოვა ხალხი და რაღაცა შეცვლის, ეს არ ამგონია. მაგრამ პირიქით შეიძლება ეს უკვე ძალიან შემაწუხებელი და შემაბოჭებელი აღმოჩნდეს ეხლა, ანუ რაღაცნაირად გვაიძულებს თითქოს სატურნი, რომ აი ამ პოლიციური სისტემა ნეპტუნიც არის მაგალითად ან პოლიტიკური გარემო, რომელიც მარწუხებში გაქცევს, ხო სატურნის სტრუქტურა არის, ეს სატურნი მარწუხები არის. ნეპტუნი არის ჩვენთან ასევე უცხოეთი, შეიძლება ემიგრაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნას, ან საზღვრები ჩაიკეტოს, თუმცა ეს არ მგონია, მთლად ესე მძაფრად მოხდეს, მაგრამ შესაძლოა რატომ არ მგონია, იმიტომ რომ
რომ მე იუპიტერი გადმოვა წლის მეორე ნახევარში ჩვენთან და პირველ სახლში და პირველ სახლშიდან იუპიტერის დაბრუნება გვექნება და იუპიტერი აფართოვებს ყველაფერს და მანდ არ მგონია რომ რაღაცა ისეთი აი მართლა ჩავიკეტოთ ხო პირიქით შეიძლება რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებიც მოხდეს იმიჯის თვალსაზრისით ხო იუპიტერული ენერგია რაღაცას გააფართოვებს და ნუ ეს უკვე საქართველოს კომბინაციებზე რო ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს სატურნი, ნეპტუნი ზოგადად აი ამ ტენდენციას მთელი წლის განმავლობაში გამოიწვევს. ან ვიღაცები რეალურად დაალაგებენ აი ინდივიდუალურ რუკაზე რო ავიღოთ მაგალითად თავის ფსიქოლოგიურ ტრამვებს, მაგალითად იმუშავებენ თერაპიულად თავზე, რაღაცნაირად ემოციებისგან და აი ამ გაფანტულობისგან სტრუქტურა შექმნიან უკვე. ხო, ვისაც აქვს მაგალითად ეს შეერთება, საკმაოდ ესეთი ტიპაჟები არიან, რა დროს ოცნებები არის, თუ რამეს ოცნებები ის უნდა გაკეთდეს. აი ესეთი ფსიქოტიპი შემოაქვს ამ ასპექტს, ხო? შემდეგი მნიშვნელოვანი მოვლენა თან ეს ვერძული ენერგია, ახალი დრაივი, ხო, საერთოდ ეს ძალიან აჩქარდება პროცესები, კონფლიქტებიც შეიძლება აჩქარდეს, რაც გითხარით ურთიერთობებში შესაძლებელი არის კონფლიქტურობა, ხო, ვიღაცა გამოიყენებს ამას პირიქით რაღაცა სტარტისთვის, რაღაც ახალი დასაწყისისთვის და ვიღაცები გამოიყენებენ ამას დესტრუქციულად, ვინ როგორ, ხო, ქვეყნებიან, ადამიანებიან დამთავრებული სიტყვაზე. შემდეგი მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება საბოლოოდ გადავა ურანი ტყუპებში. ურანის გადასვლა ტყუპებში, ნუ აქ ერთი ის არის მომენტში, რომ დაახლოებით გადადის მაისის ბოლოს, ასე რომ ვინც მაისის ბოლოს არის კურო დაბადებული, ბოლოს გულისხმობ 22-მდე, 21-მდე, ხო, 21 მაისამდე, მათ შეიძლება სოლარის რუკაში მაინც ჩაუჯდეთ შეერთება მზე ურანის, შესაბამისად მათთვის მაინც მთელი წლის რუკა არის სოლარი, მაინც ეს ენერგია ურანული ცვლილებების არასტაბილურობის გამოყვეთ. მაგრამ შემდეგ შედის ტყუპებში და ტყუპებს ძალიან ბევრი ცვლილებები შეიძლება ქონდეთ უკვე ახალ აი პირველ პერიოდში დაბადებული მაისის ბოლოსკენ დაბადებული ტყუპებისთვის ეს შეიძლება უკვე ძალიან სერიოზული ცვლილებების მომტანი იყოს, ხო? მაგრამ ურანი ტყუპებში რო ზოგადად პირველ საწყის ნიშნებში თუ არის პირველ გრადუსებში რამე პლანეტა ტყუპების, ასევე მათაც საერთოდ შეუცვლის რა პლანეტა არის იმის მიხედვით მთლიანად შეუცვლის ცხოვრებას, ხო? ურანი მთლიანად ცვლის ყველაფერს. ათავისუფლებს ადამიანს ისეთ რაღაცებისგან, რაც არ ჭირდება მაგალითად, ხო? ანუ აძლევს ყველანაირ თავისუფლებას, რომ ახლიდან დაიწყოს ცხოვრება მაგალითად, ხო? ეს ურანული ენერგია არის აქ. ასევე თვითონ ურანი მაქვს ამაზე ვიდეო ადრე გაკეთებული, მოიტანს სერიოზულ ცვლილებებს და ნახეთ, ახლა რა არის საინტერესო, რომ იქ გვერდში არის სატურნი. სატურნი დაძაბავს იქ ომის სიტუაციებსაც საკმაოდ დაძაბავს, ხო? მაგალითად და ურანი ტყუპებში შეიტანს ტექნოლოგიურ ცვლილებებს. სერიოზულად დააჩქარებს პროცესებს, დააჩქარებს ტექნოლოგიურ პროგრესს, სხვათა შორის ხელოვნური ინტელექტის თემასაც, ანუ ეს ინფორმაციული პროგრესი ძალიან სწრაფი იქნება წესით, იმიტომ რომ ურანი ზოგადად ეს ენერგია არის და განსაკუთრებით ტყუპებში მთლიანად ცვლის ყველაფერს, ხო? აბსოლუტურად ცვლის კომუნიკაციურ სისტემას. შეიძლება საერთოდ ახალი ტექნოლოგიები გამოჩნდეს, მაგალითად ხელოვნური ინტელექტიც დაიხვეწოს უკვე სერიოზულად, ხო? და აბსოლუტურად სხვა მასშტაბებში გადავიდეთ. იმიტომ რომ უკვე კარგა ხნით რჩება იქ ურანი და ეს ტყუპური ენერგია უკვე ჩვენთვისაც ყველასთვის საგრძნობი იქნება. ძალიან დაჩქარდება აი ეს ენერგიები, ტექნოლოგიური თემები. სხვა შორის მეც ფსიქოთერაპიაში ძალიან კარგად ვიყენებ ChatGPT-ს ფსიქოთერაპიულად, რასაც ქვია. აი როგორი კუთხითაც იცით, რომ აი თქვათ მაქვს რაღაც ისეთი ეგზისტენციალური თემები და მჭირდება ხოლმე მაგალითად ინფორმაციულ ველში მოვიძიო ის ენერგია, რაც ახლა ჩემი რუკიდან გამომდინარე არის. და ზუსტად შეიძლება ის კომბინაციები მითხრას, რაც კარმული ასტროლოგიიდან არის და უბრალოდ თერაპევტს ამდე იცოდნა არ ქონდეს, ხო? და იქ სადღაც მიაბას იქ ფროიდისეულ რაღაც ტრავმას და ამ დროს მართლა ეგზისტენციალური თემა არის, რაღაც სულის ისტორია არის, კარმული ასტროლოგიიდან მაგალითად და აი აქ მე ვამოწმებ თორეს თერაპიაზე ყველაფერი გარკვეული მაქვს, მაგრამ ვამოწმებ რამდენად თუნდაც მნიშვნელოვნად ამბობს სწორს, მაგრამ ასევე ძალიან მეხმარება. ეს ტექნოლოგიური თემები, ეს არის ტყუპების ენერგია, მეგობრებო, ურანული და ტყუპური ენერგია. ეს ყველაფერი ძალიან გააქტიურდება. მე გირჩევთ გაყვეთ ამ ენერგიას და დაიწყოთ სოციალურ
ლიდიასთან მეგობრობა, მაგალითად დაიწყოთ იქ ChatGPT-სთან მეგობრობა, მე რაღაცებს ახალს გაგიხსნით, იმიტომ რომ ეს დაიხვეწება და უფრო ძალიან ისეთ გააქტიურდება. ახლა შემდეგი მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება იუპიტერი უკვე ივლისისკენ ივნისის ბოლოდან გადადის ნიშანში ლომში, ეხლა იყო კირჩხიბში არის კარგა ხანს კიდევ რეტროგრადულობის ფაზა აქვს და ივნისამდე კიდევ კირჩხიბში დარჩება. კირჩხიბში იუპიტერი აფართოებს, ადიდებს სახლის თემებს, მაგალითად ბინის ყიდვა ვის უნდა მოაწესრიგოს თავის პირადი სივრცე, ან დაუკვირდეს შიგნით რას გრძნობს, აი თერაპიულ პრაქტიკაში ერთ-ერთი ძალიან კარგი პერიოდი არის იუპიტერი, როცა კირჩხიბში არის, თერაპიულად, ფსიქოლოგიურად ჩაღრმავება საკუთარ თავზე აფართოებს, საკმაოდ აი ოპტიმისტურად შეგვიძლია დავინახოთ ბევრი ისეთი რაღაც, რასაც ადრე მაინც ვერ ვეხებოდით ხოლმე. ამიტომ თვითონ ახლა ნიშნებსაც რო დავუკვირდეთ, იუპიტერი კირჩხიბში, კირჩხიბებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი არის. საერთოდ ხშირად ეშლებათ და ამბობენ ხოლმე, რომ იუპიტერი ეს არის დიდი იღბალი, დიდი გაფართოება და კირჩხიბებს არის ჩვეულებრივი პერიოდი. არ არის ესე, იუპიტერს სერიოზული პრობლემების მოტანა შეუძლია როგორც სახლში, როცა დგას რომელ სახლში მაქვს მე, მაგალითად თუ მეორე სახლში გამდის, შეიძლება იყოს დიდი შემოსავალი ან დიდი ვალებიც. ანუ პრობლემები გაადიდოს, ხო? თუ მანამდე ფინანსური პრობლემები მქონდა, შეიძლება იუპიტერმა კიდე გაადიდოს. უბრალოდ აქ ერთი განსხვავება არის, რომ შეგვიძლია იუპიტერის ენერგიიდან ვისწავლოთ ბევრი რაღაც. აი სატურნის ზონაში თუ ჩვენ კარგავთ ყველაფერს და ტკივილის გარდა იქიდან გაკვეთილი ისეთი ვერ მივიღე, იუპიტერის შემთხვევაში თუ რაღაცა ისეთი ხდება, რაც მაინც არ არის სასურველი, ხო? აქ ვერ რაღაცას ვსწავლობთ. და ის არის ხოლმე რაღაცა ოპტიმისტურად ჩვენთვის, თუმცა ეს აპრიორიც არ ნიშნავს, ხო? მაგრამ ეხლა მე თვითონაც კირჩხიბი ვარ და რასაც ვაკვირდები ხოლმე ძალიან ესე მართლა ესე შინაგანა ძალიან კარგად შეიძლება ვგრძნობდე თავს განსხვავებულად, ვიდრე ადრე თუ რაღაცა იქ წარმატება მჭირდებოდა ან რაღაცა მუშაობა ჩემ თავზე. ეხლა შეიძლება ბევრ კირჩხიბსაც ვკითხე და უბრალოდ შინაგანად შეიძლება კარგად არიან თუ რამე პრობლემები არ აქვს. მაინც როცა იუპიტერის ნიშანში ჩვენ მზესთან გადის, დიდ რისკებს მე ამ პერიოდში არ ურჩევ ხოლმე ადამიანებს მაგალითად, იმიტომ რომ არ ვიცით ეს როგორ იმუშავებს, ხო? იქ მე ვუყურებთ გვაქვს ასტროლოგიაში სოლარის რუკა, გვაქვს პროგრესიები, დირექციები, იქ ჩანს უკვე რეალურად ჯანმრთელობის სიგნიფიკაცია, მოვლენები, რეალურად როგორ იქნება ეს დაბრუნება ვაკვირდებით ხოლმე უკვე პირად რუკაში პროგნოზების მიხედვით. ხო, მაშინ ვხედავთ უკვე ეს მართლა პერიოდული რაღაც ისეთი დადებითი იქნება თუ პრობლემებს მოიტანს. ხო, ეს უფრო პროფესიული ასტროლოგიიდან უფრო სერიოზული ხა ვინც ძირითადად მისმენენ ხოლმე, ვინც კარგად ერგო ასტროლოგიაში თან და უფრო აინტერესებთ კიდეც ამ მიმართულებით. შემდგომ გადადის ლომის ზოდიაქოში ივნისიდან, ივნისის ბოლოდან და ლომში ეს უკვე აბსოლუტურად სხვა ენერგია არის, მე ამაზე ჩავწერ შემდგომ ვიდეოს, მაგრამ ლომში შემოიტანს იუპიტერი მაინც სითბოს, აი აქ თუ იყოს სიმყუდროვე ჩაკეტილობა შინაგანი, რაღაც პირადი ფსიქოლოგიური სამყაროს დალაგება, პირობების გაუმჯობესება პირადი, ხო, საცხოვრებელი პირობები ან ჩემ კომფორტზე მინდა უკვე ვიფიქრო, ბევრს ქონდა ეს ტენდენცია, რომ აი შინაგანად ვარ თუ არა კომფორტულად, ეს კეჩხიბის ენერგია არის და ლომში პირიქით დღესასწაულის სურვილს შემოიტანს, სიყვარულის, სითბოს სურვილს შემოიტანს ყველასთან, ეს იქნება დიდი გაფართოება მაგალითად იქ შვილოსნობის თემაც არის ლომი ჩვენთან ლიდერობას, მმართველობას, პოლიტიკურ თემებში შეიძლება ვიღაც ახალი ლიდერი გამოჩნდეს ზოგადად ჩვენთან, რადგანაც იუპიტერი პირველ სახლში გადაგვდის მაინც და გვექნება იუპიტერის დაბრუნება. ახლა გულახდეთ რო გითხრათ იუპიტერის დაბრუნება თვითონ ეს არ არის ხოლმე ვაუ პერიოდი შეიძლება ასევე მოიტანოს დიდი პრობლემებიც, მაგრამ ამ კონფიგურაციით თუ ვიმსჯელებთ, ხო, შეიძლება ჩვენი იმიჯი, ჩვენი ქვეყნის მაგალითად ჩვენი ქვეყნის იღბალიც რაღაცნაირად გაფართოვდეს. უბრალოდ ერთი პრობლემა არის, რომ თავიდან რომ შევა იუპიტერი, მან დაიწყება ოპოზიცია ასევე სატურნთან, ხო, იქ ჩვენ ნათალურ რუკაში იუპიტერი ცოტა რთულად გვაქვს და ეს არის სულ რო ბორძიკობთ, დიდი იღბალი, მერე დიდი უიღბლობა, აი სპორტი იქნება ეს ყურებისეულად, აი ხშირად ვართ ესე, ხო, აი არ გვიმართლებსო, ამბობენ ხოლმე ზოგჯერ, ხო, ქვეყანას. თუმცა მაინც იუპიტერი, ეს მაინც მე მაგალითად ცოტა პოზიტიურად უყურებ, შეიძლება ახალი ლიდერები გამოჩნდნენ, შეიძლება ახალი
პოლიტიკური ფიგურები ან პოლიტიკური თემა გააქტიურდეს ძალიან, მაგალითად, რაც ახლა ამ ფონდიდან არ ჩანს ესე, მაგრამ ნახოთ. და ეს ქვეყნისთვის ზოგადად ისეთი მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი არის, ვისაც ასციდენტი ყავს ლომში, მაგალითად, ხო? იმიტომ რომ ახლა გაზდით უკან მე-12 სახლში იუპიტერი, ლომებსაც მე-12 სახლში გაზდით, ახლა იუპიტერი უკან, მაგალითად, ფონზე, რაღაცები მზადდება იქ ფარულად, ფსიქოლოგიურად და მე ეს გამოვა უკვე წინა პლანზე და ხილული გახდება. ასე რომ ლომებისთვის იცით რა არის, თვითონ იუპიტერის კირჩხებში ძლიერი არის და იუპიტერი ლომში ძლიერი არის. შესაბამისად, აი სხვა ნიშნებთან შედარებით, მაინც კირჩხიბებისთვისაც და ლომებისთვისაც ბევრად უკეთესი პერიოდი იქნება, იმიტომ რომ თვითონ იუპიტერი მან ძლიერად გრძნობს თავს და რა ძლიერი პლანეტა, ეს არის ბედნიერი პლანეტა, ეს ასტროლოგიური ტერმინებით, ეს არის უფრო პოზიტივის მომტანი პლანეტა, ვიდრე დიდი პრობლემების ხოლმე. ამიტომ შედარებით უკეთესი ფონი შეიძლება იყოს აქ კირჩხიბებისთვისაც და ლომებისთვისაც, ხო, შესაბამისად ერთ-ერთი ძალიან კარგი პერიოდი არის. ერთი ის არის, რომ დაახლოებით ივლისისკენ, ზუსტად რო გითხრათ, მე კი ჩავწერ ამაზე ვიდეოს, მაგრამ დაახლოებით 17-18 ივლისი იქნება იუპიტერი 64 გრადუსზე და გაუკეთებს ოპოზიციას პლუტონს. პლუტონი ჩვენთან ცოტა მძიმე ენერგია არის და აი ეს შეერთება და ეს ოპოზიცია, ხო? აი ვისაც მაგრადუსზე ყავს ახლა იუპიტერი, გაადიდებს და იცით როგორ რაღაცა არის, სხვა შორის თავრობაში ძალიან ბევრს ყავს მაგრადუსებზე, ლომში იუპიტერი, კობახიძიანად და სხვებიანად, პლუტონი იძლევა ძალაუფლებას ზოგადად და მერე ნელ-ნელა ძალიან ან მძაფრად გაკარგვინებს, ან თავიდანვე, ვისაც აქ მაგ იუპიტერი, მაგალითად, თავიდანვე ჩამოეცალა ძალაუფლება, იმიტომ რომ პლუტონი ჩვენთან ძალაუფლება არის, გამოცდებივით მუშაობს მათ. აი ვისაც ნათალურში ყავს მაგრადუსებზე იუპიტერი, ხო, მაინც მაგ პერიოდში რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ არის ასრულებელი, იმიტომ რომ შეიძლება პლუტონმა კრიზისების შექმნას, ან საცთურივით შეგიტყუოს, მოგცეს ძალაუფლება, მოგცეს ფული, გავლენები ან კრედიტები მარტივად რო გითხრათ და აი შემდგომ ფაზა რო დაიშლება უკვე აქ შექმნა სერიოზული კრიზისი, იმიტომ რომ პლუტონი დიდხნიანია, დიდი ხანი დადის თითო გრადუსს და ეს არის გაწელილი დროში. აი ახლა ეს 2 წელი იქნება თუ რაღაცა, ეს არის ფაზა, რომელიც ძალიან ნელა მოქმედებს. ამიტომ მაგ პერიოდში მაინც ან ლომები ვინც არიან მზით, ახალი ლომები, ესე რომ ვთქვათ, მაგ პერიოდში ცოტა ყურადღებით იყვნენ, იმიტომ რომ აქ იუპიტერი შემომიერთდება, მე მაქვს განცდა რომ მე ხა შემიძლია რაღაც ყველაფერი გავაკეთო, იღბალი მაქვს. მაგრამ იქიდან დგას პლუტონი, ოპოზიციას მიკეთებს და პლუტონმა იცის საცთურივით შემოგიყვანს და მე შეიძლება დაგაკარგვინოს ის გავლენა, ძალაუფლება, ნუ ბევრი რაღაც ისეთი არასასიამოვნო ფონი შექმნეს. ზოგადად ამ გრადუსებზე იუპიტერი პლუს დაბრუნება, მე გაფართოება, ეს შეგვიძლია ძალიან გიწვრილავთ მე თქვენ ვატყო. მაგრამ შეიძლება ზოგისთვის ეს ძალიან საინტერესო იყოს, იმიტომ რომ მე სხვა ვიდეოს რო ვწერ ხოლმე აღარ მახსოვს ესეთი ისენი რომ ესე დეტალურად გავამახვილო ხოლმე ყურადღება, ხა რამე ხო არ გამომრჩა. ნუ სელენა მფარველი ანგელოზი მალე შეიცვლის ქალწულში ნიშანს და ქალწულებსაც საკმაოდ ისეთი, ისეთ რა არის სელენა ტრანზიტულ ასტროლოგიაში დიდად არ ქმნის რაღაც ისეთ მოვლენებს. აი გარკვეულწილად რო ვთქვათ, რომ აი ახლა კაი პერიოდი იქნება, მაგრამ რაღაცნაირად ახლა თუნდაც ლომში არის ახლა მფარველი ანგელოზი და ლომებისთვის შეიძლება ყოფილიყო რაღაც აი შინაგანაც რო კარგად ხარ, რაღაც შინაგანად რომ შვიდად ხარ. ხო სელენა აძლევს მფარველი ანგელოზის ვეძახით ამას, ნათელ ენერგიებს ვეძახით კოსმოსიდან, ნათელი ვიბრაციები. ეს შემდეგ გადავა უკვე ქალწულებისთვის და ქალწულებს ექნებათ ეს განცდა, რომ აი რაღაცა გრძნობ რომ რაღაცნაირად მე უფრო თვითშეფასება მაქვს, უფრო შემიძლია ჩემ თავს გამოხატვა დავიწყო, მაგალითად, სელენა ენერგიას იძლევა, აი რაღაც შინაგანი სისუფთავის ენერგია, ახლა ქალწული ჩვენთან სისუფთავი არის და აი სელენა აი ამ რაღაც შინაგან სისუფთავის, შინაგან მოწესრიგებულობას მოიტანს, აი უფრო განცდადობაში, ხო, ესე რომ ვთქვათ. ნუ შავ მთვარეზე ვილაპარაკეთ დიდი ხანი, ეს არის მშილდოსანში ზოგადად უცხოეთის თემები, ამაზე 3 ვიდეო თუ 2 ვიდეო ჩავწერე, აღარ მახსოვს, საკმაოდ ვრცელი, შავი მთვარე სერიოზულ გავლენას ახდენს ხოლმე ჩვენზე, მაგრამ გულახდეოთ, რომ გითხრათ, ზოგადი ტენდენცია მთელი წლის იქნება ესეთი ცვლილებები.
სერიოზული ცვლილებები. ოღონდ დროში გაწელილი ეს არ არის ურანული ცვლილება, რომ აი უცებ რაღაცა, მაგრამ ენერგიული და დინამიური წელი იქნება საკმაოდ, იმიტომ რომ ვერძული ენერგია არ არის ეს მარტივი ენერგია, ხო, ეს სერიოზულად დაძრავს ყველაფერს, განაახლებს, აბსოლუტურად ანულებს ვერძული ენერგია ყველაფერს. აი წინა წელი თუ დაიწყო ენერგიულად და მე როცა გაჩერდა ყველაფერი, აი ხა უკვე ნამდვილად დაიწყება. ეხლა უკვე სერიოზული ცვლილებების დრო მოვა და სამყაროდან მოდის ეს ენერგია და უნდა დავიჭიროთ მეგობრებო, ეს ცვლილებები ზოგადად იცით შეიძლება შინაგანად მინდოდეს, მაგრამ ენერგია არ ყავს საკმარის. აი ხა არის ენერგია საკმარისი, უკვე რომ რაღაცა ძალიან რადიკალურად შევცვალოთ, ხო, უშიშრად თან ვერძული ენერგია ეს უშიშარი ენერგია არის. ზოგადად ის მინდოდა მეგობრებო, მე თქვა, ბედნიერი ახალი წელი თქვენ, ბედნიერი შობა ახალი წელი. მაინც ყველაფერი კარგად იქნება. იმიტომ რომ ვერძული ენერგია მაინც ოპტიმიზმი არის, ეს არის მხიარულება, ეს არის თვითრწმენა და როცა ეს ენერგიები არის ჩვენში ისედაც ყოველთვის ყველაფერი კარგად არის ხოლმე, რა ტრანზიტის არ უნდა იყოს. თავარი იცით რა არის, აი ეხლა ცოტა გადავუხვევ, მაგრამ აი გულით გეტყვით, რასაც გრძნობ ხოლმე სულ. სიტუაციები არის საინტერესო და კარგი, იმიტომ რომ ჩვენში იწვევს ემოციებს. დადებით ემოციებს, გრძნობებს იწვევს ჩვენში, ხო? რაღაც იღბალი თუ არის, რაღაც მოვლენები თუ არის კარგი, ჩვენ გვაბედნიერებს, ჩვენ მოგწევს ეს ემოციები, ეს ბედნიერების შეგრძნებები. თუ არის რაღაც სიტუაცია, რომელიც მე ბედნიერების შეგრძნებას არ მაძლევს და პირიქით უბედურების განცდას მაძლევს, ესე იგი მე ძალიან დამოკიდებული ვარ იმ გარემო მოვლენებზე. ესე იგი მე დამოკიდებლად არ შემიძლია ეს ენერგია ჩემში შემოუშვა ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. თუ არის მაგალითად ფინანსური სერიოზული კრიზისი და მე სულიერად ძალიან უბედურად გრძნობ თავს, ესე იგი ჩემი ენერგია მიჭეჭვილი არის მაინც კეთილდღეობაზე, ფინანსებზე, ან თუნდაც შიშზე, ხო, რომ აი ფული თუ არ მექნა, ის ვალდებულებები მაქვს, ის მაქვს, ესე იგი ეს არის რაღაცა ეგო, პასუხისგებლობა. ეს ცუდი არ არის ეს პასუხისგებლობები, უბრალოდ არ უნდა იყოს საპირწონე იმითი, რომ რაღაცა ცუდი თუ ხდება, მე ვაქრობ ჩემს სინათლეს, შინაგან სინათლეს, ჩემს შინაგან ემოციებს. რამდენადაც არ ვართ დამოკიდებული გარე პროცესებზე და შიგნით ანთია, თბილად, რბილად, ნელა ეს ცეცხლი ყოველთვის. მაშინ აღარ ხდება არანაირი მიჭეჭულობები, ჩვენ ვაწარმოებთ უკვე ჩვენთან ენერგიას და აღარ ვართ გარე ენერგიაზე დამოკიდებული. ეს რა თქმა უნდა სრულყოფილად თლიანად არ შეიძლება რომ გამომგვივიდეს, მაგრამ რაც უფრო მიჭეჭულობებს ხსნით სხვადასხვას პირადზე, ფინანსებზე, კარიერაზე და ნუ არ არის არაუშავს, ხო? აი ოპტიმიზმის შენარჩუნება, ოღონდ ეს ოპტიმიზმი განაიქნა, რომ არაუშავს იქნება. არაუშავს, მე შემიძლია ის ემოციები ისედაც მქონდეს, ისედაც შევქნა ჩემში, ხო? იმიტომ რომ ეს მე ვარ ამ ყველაფრის წყარო და ძალიან მნიშვნელოვანი არის ალბათ ყველამ ჩვენში რომ შევიტანოთ ეს სინათლე, წელს პოსტი დავწერე ამაზე, რომ არაფერს არ ჩაქროვინოთ თქვენი ცეცხლი მეთქი. და ეს არის ზუსტად ის, რომ რამდენად მართლა ანთია ეს ცეცხლი, იქნება ეს ვიღაცისთვის გრძნობა, იქნება წყლის ენერგია, ვიღაცისთვის ქარი, ნიავი იქნება ხო ტყუპების ენერგიაში, ან მერწყლის ენერგიაში. ყველას თავისი ცეცხლი აქვს, მოდი ესე ვთქვათ. ყველას თავისი სელენას ენერგია აქვს და გარემოზე არ უნდა იყოს ეს დამოკიდებული. ეს უნდა იყოს მუდმივად ჩვენში. მე ყველაფერი ისედაც ხდება. როგორც კი ჩდება მიჭეჭულობა, იქ ჩდება შიში. შიში არის ნეგატიური დაბალი ვიბრაციები და ის დაბალი ვიბრაციები, რა თქმა უნდა, გვართმევს იმ ყველაფერს მე რაც გვინდა. და განვითარებაც არ ხდება ხოლმე აქ. ჩემი ესეთი ხედვა არის, რომ ეს წელი განსაკუთრებით გამოიყენეთ იმისთვის, რომ თუ რაღაც ისე არ გამოდის, ვერძულად ვიმოქმედოთ. ვიბრძოლოთ. ბრძოლაში ჩავებად, გავარკვიოთ, რატო არ გამოდის და ყველაზე მნიშვნელოვანი არის აი ეს ბრძოლა ზუსტად რომ მე არ ვჩერდები ერთ ადგილზე, მე სულ ვიბრძვი რომ გავარკვიო რა რატო ხდება, ანუ მე თევზურად პასიურ დინებას კი არ მეყვები და კი არ წუწუნებ რომ არა მაქვს, არამედ მოქმედებ და ეს პროცესი არის აქ მნიშვნელოვანი და არა ის რომ მივიღოთ შედეგი. ეს არის ყველაზე მთავარი, ხო?
ასე რომ ეს ვარსკვლავებიც, ეს ასტროლოგიაც, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი არის. მართლა ქმნის ეს ყველაფერს ენერგია, მაგრამ არ ჩვენი ენერგიას, მაგრამ ჩვენი პირად პასუხისგებლობა ეს არის ჩვენში ვიპოვოთ ის ნათელი, რაც გვაქვს და რა გვართმევს ამ ნათელს. აი იმაზე გავაკეთოთ აქცენტი, რატო გვართმევს, რა მიჯაჭულობები გვაქვს აქ, ხომ და რა შიშები შემოდის ჩვენში დაბალ ვიბრაციებს რო ეძახიან. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველას გვაქვს ეგ პერიოდი, როცა კარგავთ იმ რაღაც სინათლეს, იმ რაღაც მნიშვნელოვანს, მაგრამ მე ვიბრუნებთ ამ ენერგიებს, გისურვებთ აი ამ დაბრუნებას, გისურვებთ ამ ნათელის გაძლიერებას საკუთარ თაში. და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მოულ წელს შევხვდებით. ახალ ვიდეოს ჩაგიწერთ. სულ რაღაც ორ დღეში. და ბედნიერი შობა ახალი წელი თქვენ დროებით მეგობრებო. და მადლობა რომ მომყვებით ამდენი წელი. 15 წელი მე მგონი.